მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ნახოთ ასეთი გაშლა, როგორი მამაკაცი შემოდის შენ ცხოვრებაში, შეება ბედით მოყვანილი. ერთი მინდა ვთქვა ესეთი მომენტი, რომ კომენტარებში ვკითხულობ, რომ არა მე ველოდები თქვა ძველს, არა მე არ მინდა ახალი, თუ არ გინდა ჩემო სიხარულო, მაშინ აქ რა გინდა ამ გაშლაზე, სადაც ახლა ამ გაშლას ვაკეთებ იმ გოგოებისთვის, ვინც ელოდება ახალ პარტნიორს, ხო? შეიძლება დაუშვოთ, შეიძლება ფიქრობს, რომ თქვა ახალი მინდა თუ ის კიდე ძველთან გავაგრძელო რამე. ნუ ყოველ შემთხვევაში ცოტა სპეციფიკური გაშლა არის და ამიტომ თუ თქვენ გინდათ თქვენს პარტნიორთან, რომელიც ეხლა ყავთ, ან ელოდებით თქვენს ყოფილ პარტნიორს, ხო? უბრალოდ ეს გაშლა თქვენი არ არის და ამიტომ ახლა არ ენერვიულობთ, იქნება მე გავაკეთებ სხვა პარტნიორს. ეხლა უბრალოდ ესეთი პერიოდი არის, რომ აი ძალიან ბევრი მოდის გოგოები კონსულტაციაზე და სულ ახალ პარტნიორზე მეკითხებიან რა. ამიტომ გადავწყვიტე რომ გავაკეთო აი ეს რამდენიმე გაშლა ახალ პარტნიორზე. და თუ თქვენ არ ეძებთ და არც ელოდებით არავის ახალს, უბრალოდ ახლა თქვენი გაშლა არ არის ჩემო საყვარელო. შეგიძლიათ ისე უბრალოდ მოусმინოთ თუ მაინც და მაინც გინდათ. და კიდე ერთი რაღაც მინდა გითხრათ სულ ყველას, რომ ეხლა მე ეს გაშლა, რომელიც ეხლა მოვამზადე დღეს, ძალიან ბევრი კითხვები მაქვს და ძალიან გრძელი იქნება, მაგრამ რაღაც გეგმაში მაქვს ისეთი, თუ თქვენ გენდომებათ, რა თქმა უნდა, კიდე გავაკეთო არხი, სადაც იქნება აი პატარა მოკლე ისტორიები, შეიძლება აი ძალიან მოკლე, იმიტომ რომ ვიცი რომ ზოგს უყვარს მოკლე გაშლები და აბა რას მეტყვით, მომწერეთ ახლა კომენტარებში, რომ აი თქვათ მიყვარს მოკლე ისტორიები. აი ასეთი პაროლი იყოს და მე მეცდენიება რომ არიან ადამიანები, ვისაც აინტერესებს თქვათ აი უშუალოდ მოკლე გაშლები და ცალკე თქვენთვის გავაკეთებ არხს და თქვენ ახლა იქ როცა გენდომებათ უყურებთ უცბად მოკლე სიტუაციები. всё. ვნახოთ ახლა ჩვენ პირველ რიგში კითხვებს კი დავუსმე, მოდით კითხვებს დავსვლა და მე ვნახავ უცბად თქვენ სიგნიფიკაციას, კაი? რომ თქვენს გეცოდინებათ ახლა გინდა თუ არა ეს გაშლა რომ მე ვნახოთ. ვნახოთ ახლა რა ტიპის მამაკაცი მოდის ახლა შენ ცხოვრებაში, მისი დახასიათება გჭირდება. ვნახოთ ახლა მისი გარეგნობა როგორია. ნახოთ აბატარო რას გვეტყვის ჩვენ. ვნახოთ ახლა მაგისი ძრახვები რა. შენს მიმართ, რა თქმა უნდა. ცოტა არეული კითხვებია, მაგრამ არ აუშავს რა. რას ეძებს ეს საერთოდ აი ქალში, ქალის თქვა თვისებები რა მოსწონს მაგას, ეს კითხოთ. რას შემოიტანს, ანუ რას მოიტანს ის შენს ცხოვრებაში? არის თუ არა ეს მზად სერიოზული ურთიერთობისთვის? ვნახოთ მისი წარსული, საერთოდ მის, ну, ვთქვათ, მის სასიყვარულო ისტორიაში რა ქონდა მაგას წარსულში ვნახოთ. შემდეგი ესაც ვნახოთ, გაქვთ თუ არა თქვენ ეს გარმული ან სულიერი რამე კავშირი. ვინ არის ადამიანი? პრინციპში კი უნდა ქონდეს, უბრალოდ აქ ალბათ ვნახავთ რა არის, ხო? და კითხვად გავუსვათ ესე, იცნობ თუ არა შენ მას? იქნება თქვენ ახლა შეიძლება თქვენი თანამშრომელი ან მეზობელი, რა ვიცი, ხო? თუ არა და როგორ იცნობ? სად ან როგორ შეიძლება მოხდეს თქვენი შეხვედრა? რა პერიოდში შეიძლება შემოვიდეს ეს ადამიანი, შეიძლება რამე სიტუაცია ისეთი იყოს, რომ თქვა ეს ადამიანი შემოვიდეს, ხო? კიდე რამე თქვათ სამყაროსთან რამე თქვათ ნიშნებს, რა ნიშნებს მოგაწოდებთ თქვენ, დაუშვოთ სამყარო, რომ თქვენ გაიგოთ, რომ უკვე უახლოვდება რა ეს შეხვედრა, უკვე უნდა მოხდეს მალე რა. რითი მოიზიდავთ თქვენ ამ ადამიანს, ამ მამაკაცს, ხო? რითი მოიზიდავთ თქვენ? შენი ანუ რომელი თვისებები მაგას მოეწონება, რომელიც დააფასებს. ვაიმე, რამდენი კითხვები დავუსვი? იმიტომ რომ ეს ყველაფერი ეს კითხვები, რომელიც აი სულ ხშირად რომ მეკითხებიან, მეთქი ერთ გაშლაში გავაკეთებ,
რომ რაღაცას თქვენ საიღებთ რა, ანუ ყველასთვის ალბათ აქტუალურია და ძალიან ბევრი კითხვები და კიდევ კითხვა გვაქვს ჩვენ, კაი, მოდით ახლა ვნახოთ, იცით რაკიდან კიდე რომელიმე ავიღო ცოტა ისეთი რა თვისებები, ხო? так, არ მინდა ეს გაკვეთილებს მე ვნახოთ ჩვენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გამოვა რა. უბრალოდ ვნახოთ, ანუ როგორი იქნება თქვენი აი ეს პერსპექტივა რა, ასე თქვა, თქვენი ურთიერთობის აი ესე დავხდებ. თუ ნამეტანი ბევრი გამომივიდა, აგერ არის მზე. ნუ უკვე შემიძლია გითხრათ სხვათა შორის ეს შეხვედრა შეიძლება მოხდეს უკვე იმ პერიოდში, როცა არის ძალიან სიცხე. ანუ ეს აი სიცხეს პერიოდი, ეხლა ნუ სხვადასხვა ქვეყნიდან მიყურებენ ვიცი, ამიტომ თქვენი ცოდეთ, რომ თქვენ ქვეყანაში აი ყველაზე ძალიან სიცხე როდეს არის, აი მაგ პერიოდში იქნება, იმიტომ რომ აქ არის თქვენ მაგ პერიოდისთვის სრულად განულდებით, ასე რომ ვთქვათ, ანუ რას ნიშნავს განულება, როცა შენ უკვე დატოვე ყველა აი რაღაცა ეტაპი ხო ქონდა შენ ცხოვრებაში და უკვე შენ დატოვე ეს ყველაფერი სადღაც წარსულს ჩააბარე, всё, მე ვარ მზად ახალი ურთიერთობისთვის, იმიტომ რომ გავანული ეს ჩემი თქვათ ახლა ყველაფერი, ხო? და აქ არის, ნუ რა თქმა უნდა, ჩვენთან ახლა ნაკლები ვინ მოვა, იმპერატრიცა არის, რა თქმა უნდა, ქალი, რომელიც უკვე იცის თავისი ფასი, რომელმაც უკვე თავის ცხოვრებაში გამოცდილებაც აქვს, ულამაზესი, უმშვენიერესი, ზოგს ახლა შვილები ეყოლება, შვილიშვილებიც შეიძლება ყავდეს, მაგრამ აი ძალიან ესეთი ზოგი შეიძლება თქვათ ოცნებობს იმაზე, რომ თქვათ ყავდეს ოჯახი და შვილები, ხო? მაგრამ აი აქ არის, აქ შემიძლია გითხრათ, რომ სადღაც ან წახვალთ, ნახეთ, ზოგისთვის აქტუალური კი არის, ზოგი საზღვარგარეთ შეხვდება, შეიძლება ეს ადამიანი ჩამოდის, ან თქვენ მიდიხარ სადღაც საზღვარგარეთ, არ გამოვრიცხავ, შეიძლება ინტერნეტ სივრცეში თქვენ გაიცნობთ ვიღაცას, იმიტომ რომ ახლა ნუ 21 არკანი მაგასაც გვეუბნება, ახლა გეუბნებით უბრალოდ ახლა უცბად რა მიმოხილვას ვაკეთებ და ახლა დავიწყოთ რა. და აქ რაღაცა გქონდა თქვენ ვიღაცას ცოტა რთული სიტუაცია, შეიძლება დატოვეთ ზოგმა ურთიერთობა და ეხლა ხართ უკვე მზად ახალი ურთიერთობა. აქ მაჩვენებენ, რომ უკვე ადამიანი არის მზად ახალი ურთიერთობისთვის. ნუ ნახოთ რა. პრინციპში თქვენი სიგნიფიკაციაც უკვე აგერ მითხრას რა და უკვე შეგვიძლია დავიწყოთ. ჩვენ ამისი წაკითხვა. так, თუ რამე დამჭირდება კიდე всё, მზად მაქვს, ხო, დასწრები, კი ბატონო. პირველი კითხვა ჩვენ, ესე იგი ვნახოთ მისი, ანუ რა ტიპის მამაკაცი არის, რომელიც მოდის თქვენ ცხოვრებაში. ნუ აქ არის როგორი ტიპის, ახლა ვეგეტყვით, სხვათა შორის ძალიან კარგი ადამიანი. პენტაკლების მასტი არის, ეს ადამიანი თვითონ არის უკვე ისეთ, ნახეთ, ეგრევე შემიძლია გითხრათ, რომ ამ ადამიანმა ბევრი რამ გააკეთა ამ ცხოვრებაში იმისთვის, რომ ყოფილიყო, ანუ შეძლებული, იმიტომ რომ პენტაკლები თან 7-იანი, ანუ თან ნახეთ აქ როგორი პერსონაჟი, რა ვიცი, დაინახავთ ახლოში. და ანუ როგორი პიროვნება და აი მთლიანად რომ დავახასიათო, ხო? არ არის ეს ადამიანი, რომელსაც არ აქვს ფინანსური, ნუ თქვა ფინანსური მდგომარეობა, თქვა ახლა ცუდი ან რამე არა. ეს არის ადამიანი, რომელსაც უყვარს შრომა, ადამიანი, რომელსაც უკვე თავისი რაღაცა კაპიტალიც აქვს, შეიძლება აქვს თავისი უკვე ბიზნესი, ხო, და არის უკვე, მაგრამ დგას როგორი თემაში, მოლოდინში ვარ, ანუ ვის გავუზიარებ მე ამ ჩემს ბედნიერებას. ძალიან პოზიტიური პიროვნება შემიძლია გითხრათ, ძალიან ისეთი, აი, როგორ გითხრათ, იცის ფასის სხვათა შორის ფულის, მაგრამ ძალიან კარგად, იმიტომ რომ თავისი შრომით აქვს მაგას ეს მოპოვებული. ქონდა მაგას ცხოვრებაში ბევრი ეტაპები, შეიძლება თქვათ რთული, სადაც თქვათ შეიძლება, ნუ რო გითხრათ ძალიან ესეთი იოლი გზა ქონდა მაგას, ახლა არა, ვერ გეტყვით, სანამ მიაღწევდა რამის, მაგრამ აი არ იცით როგორი არ ქართულად ახლა კარგად მოვძებნო ეგ სიტყვა, რომ
არ გახიზდა, თუ შეიძლება ასე რომ ვთქვათ, აი დარჩა პოზიტიური, დარჩა ისეთი ადამიანი, რომ აი რაც მაქვს მე აი კი ვიცი მე დაუშვათ ახლა ფულის ყადრიც ვიცი, მაგრამ აი თითქოს რაღაცნაირი გამცემი და ძალიან გაშლილი, ხელგაშლილი ადამიანია რა, მაგრამ აი ძალიან პოზიტიური ადამიანი, ისეთ ენერგეტიკა მოდის, აი ძალიან პოზიტიური არის, მაგრამ პლუს კიდე შემიძლია თქვა, რომ ძალიან მესაკუთრეც არის რა. მაგრამ ისეც არის, რომ თუ მე დამაფასებენ რა, მეც დავაფასებ ძალიან მაგრად. ნუ აი ჯერ ასეთი ხარაქტერისტიკა მოდის და ხასიათება გადავედით შემდეგ ვნახოთ. ნუ მისი ენერგეტიკა და როგორ გამოიყურება. Так, ჩემო ლამაზებო, გეტყვით ეხლავე. ეს იგი შეხედეთ რა ტიპია. ანუ აქ შეხედეთ ამას ეხლა. აი ბრუტალნი მუშინა რა, აი მომწერეთ რა ქართულად როგორ არის ბრუტალური, არის ეგეთი სიტყვა. ესე იგი, ნახეთ რა საინტერესოა. თვითონ ადამიანი არის აი ბიზნეს ანუ ეხლა ვიგეთყოთ, მოიცადეთ. საერთოდ აი რო შეხედავ, იტყვი რომ ძალიან რაღაცა ისეთი მკაცრი და ისეთია რომ აი ვერც მეეკარები და ძალიან ისეთი რომ აი ну შეიძლება даже ცოტა უხეშია. სხვათა შორის ამას არ ვიცი რამდენად გიყვართ, წვერი ექნება, ცოტა მოზრდილი, ძალიან ისეთი თვალები, რომ აი რო შემოგხედავს, ეგრევე შედის რა თვალებით, ასე რომ ვთქვათ. ძალიან ისეთი, ანუ მე რო ვთქვი მასე, ანუ საქმეში, რატომღაც იცით როგორი მომდის, ანუ ხო არიან ზოგი ასეთი ადამიანი, რომ პირველად რო შეხედავ, იტყვი რომ რაღაცნაირი აი მეუკარებელი, უხეში, რაღაცნაირი, მაგრამ როცა შეხვალ უკვე მაგასთან კონტაქტში, მივხვდი რომ ძალიან თბილია და რბილი, იმიტომ რომ პენტაკლების ენერგია მაინც ცოტა ისეთი აი, ну, რბილია რა, გემრიელი ენერგია, სხვათა შორის ძალიან და ამიტომ არის როგორი, იცით რომ და აი ისეთი ტიპაჟი არის, აი დაგიცავს თუ რაღაცა არ მოეწონება, კი ეგრევე თქვათ, ეხლა თავის სიტყვასაც იტყვის რა, ანუ არ არის აქ ისეთი აი ეხლა რაღაცას ჩმორი ადამიანი, მოდით ასე თქვა, მაპატიეთ, ეხლა მე რა სიტყვებსაც პოვლობ, იმას გეუბნებით რა, ანუ არ გამიბრასდეთ. ხო ხდებით რა, ანუ ძალიან ისეთი ადამიანი არის, ეს არის როგორც მასკა, ანუ ნიღაბებით არის, მაგის თითქოს რომ ადამიანი რომ თავს იცავს, გაიგეთ, რომ აი არ მინდა რომ თქვათ, ეხლა ანუ შეიძლება ქონდა აქ ადამიანს იმისთან ამბები ცხოვრებაში, რომ ნამდვილად ალბათ არის საჭირო რომ თან ბიზნესში არიან ეგეთები რა ადამიანები მე ძალიან ბევრი ვიცი ისეთი ბიჭებიც რომ დაუშვათ ეხლა ანუ ძალიან კარგია ძალიან თბილია ძალიან აი ურთიერთობაში ხო მაგრამ აი საქმეზე როცა უკვე გადადიან ან ეს აი ეგრევე იცვლებიან და ვაფშე ვერ იტყვი რომ თუ ეხლა ეს ადამიანი იყო ეს დაუშვათ ხო ერთი და იგივე რა ნუ ეს პრინციპში ბიზნეს თემა ეგეთია იმიტომ და ამ ადამიანს ექნება რაღაცები აქ იმიტომ რომ პენტაკლები ეგრევე გვაჩვენა რომ მე აქა არა ვარ ვიღაცა რომ მოვალ და შენ ხარჯზე ვიცხოვრო არა მე აქ ისეთი ტიპი ვარ რომელიც ეხლა მზად ვარ რომ აქეთ შემოგთავაზო რამე რა მაგრამ ნუ ცოტა ხასიათი მაინც ექნება ენერგეტიკა არის რაღაც სასწაული თან ეთყობა ამას ეხლა თან ჭკვიანი არის პლუს კიდე ამას ეთყობა უყვარს გადაადგილება ან საქმეს შეიძლება სჭირდება რა სულ და აი ძალიან ისეთი ჭკვიანი ტიპი არის პროდუმანი რა რუსულად აი რაღაც ყველაფერი რომ ჯერ დაფიქრდება მე იმოქმედებს მაგრამ აი ურთიერთობაში რატომღაც მოგონია ძალიან თბილია ნუ ნახოთ შემდეგი ნუ так ეხლა კითხვა კი მაქვს ახლა შენს მიმართ რა ნუ კითხოთ აჰა შენს მიმართ ნუ პრინციპში ეს ადამიანი მოდით ასე რომ ვთქვათ ეს ადამიანი ეძებს სტაბილურ ურთიერთობას მოდით ასე ვთქვათ აქ ადამიანი სხვათა შორის იქნება ან ახალგაზრდა შეიძლება თქვენზე ან შეიძლება უბრალოდ ნუ დაუშვათ შეიძლება ასაკში მაგრამ კარგად გამოიყურება, კაი ფორმაში არის რა. თუ რომ საჯარო გაშლა, მე ახლა არ შემიძლია გითხრათ 1000%-იანი, ხო? ეხლა პირადი გაშლა რო იყოს, ვეთყოდი რომ აი, ნუ გააჩნია ახლა გოგო 20 წლის არის, ახლა რა თქმა უნდა, ახლა მაგაზე პატარა რაღა უნდა იყოს, ხო? მაგრამ თუ დაუშვათ ახლა სადღაც 40-ის აკეთ, უკვე შემიძლია თქვა რომ ცოტა პატარა შეიძლება იყოს, მაგრამ აი ეს ესეთი კატეგორია ბიჭების, რომელიც არის
არის იმენა აი ნუ საქმიანი ბიჭები რა ანუ აქ არ არის ადამიანი რომელიც არ ვიცი რა გავაკეთე ფული არ ამაქვს და რა ვქნა ეგეთი ტიპი არ არის აქ არის იმენა ესეთი ტიპაჟი რომ და ეძებს ეს ადამიანი სტაბილურ ურთიერთობას 1000%-იანს გეუბნებით რა იმენა აქ ეგრევე მაჩვენა რომ ველოდები იმას ვისაც მეც თქვათ გავუზიარებ იმას რაც მე მოვიპოვე უკვე ну მაგის პირად ცხოვრებაზე კი ვნახავთ რა ხდება მაგრამ ჯერჯერობით აი ასე რას ეძებს ეს ადამიანი და ეს მოიცადე ეს იყო პირველი რომ არ ამერიოს არაფერი თორე მე ახლა დაგვერხება ბევრი კითხვები გვაქვს ჩვენ აქ так რას ეძებს ეს ქალში რას ეძებს ეს ქალში აჰა იცით როგორი რა პირველ რიგში ნახეთ ეხა რაღაცაც რას ეძებს ანუ რო გითხრათ რომ მაგას უნდა რომ ქალი იყოს ანუ так постоянство არც მერყეობა რა ანუ სხვადასხვანაირი რო იყოს ჯერ პირველ რიგში ეს ეძებს ეს ეთყობა ეს ადამიანი შეიძლება ფატალისტი იყოს რა ნუ რომ ადამიანი რომელიც ახლა სჯერა თქვა ბედის ხო ეს ადამიანიც ეძებს თავის საბედო ქალს ჯერ ეს ერთი და ამას მე ვფიქრობ რომ ამას სჯერა იმისი რომ აი არსებობს ქალი რომელიც მეკუთვნის ბედით და აი ამ ასეთ ქალს ელოდება ეს ადამიანი მე მაგალითად რატომღაც ახლა მომდის ის რომ ვაფშე შეიძლება მაგას даже არც ну სერიოზული არც ქონდა ურთიერთობა არ ვიცი აი ეგეთი ჯერ მოდის ინფორმაცია კიდე ახლა ვნახოთ იმიტომ რომ მე ვეძებს ჩემს საბედოს და პლუს კიდე ნახეთ ახლა აქ ეს ესეთი რა თვისებები მოსწონს ანუ სხვათა შორის აი ცვალებადებაც უყვარს ანუ ამას არ უყვარს რომ იყოს ერთნაირი რა სულ ერთნაირი რა არა აი შემიიღებს იმას რომ შეიძლება დღეს ხარხასიაძე ხვალ არა ანუ ეთყობა ამას დრაივი უყვარს რა ანუ ისეთი ტიპაჟი თვითონაც ახლა აქაც ორი ენერგია შემაჩვენებს სტაბილურიც ვარ თქვათ ახლა ისეთი პენტაკლები თუ ესეთი მიწიერი ენერგია ხო და ხმალების ენერგიებში რომ ძალიან ესეთი აი ჩქარიც ვარ რა ხო, ამიტომ თვითონაც ახლა აი ისეთი ადამიანი რომ თქვა უცბად წამოყვეს, თქვა მაგის ნუ დაუშვათ ახლა ეუბნება რომ მოდი წავედით ახლა სად დაუშვათ, დაჯეკე და წავედით ახლა თქვა სიტყვაზე, ნუ საზღვარგარეთ რა, მინდა რომ პარიზში შენთან ერთად დავლეოყავ სიტყვაზე, ხო? ან თქვა, ნუ აი ეგეთი ტიპაჟია რა, რომ შენ რო იყო მზად ცვლილებებისთვის რა, აი ეგეთი ქალი უნდა რომ არ იყოს ერთნაირი რაღაცა ეგეთი ტიპი, პლუს კიდე ისეთი ქალი რომ აი ნამდვილად როგორი იცით ჭკვიანი მოდით ასე ვთქვათ რა აი ჭკვიანი ქალიც უნდა მაგას უნდა კიდე აბა ვკითხავ მაინც აი აქ კიდე რას გულისხმობს ეგა так აბა რას გულისხმობ კიდე იმიტომ რომ ნუ უფრო მე რატომღაც მომდის რომ აი ბედი საბედო ქალი აბა მანახეთ კიდე რას იცით რას გეტყვით ახლა აი კიდე რას მაჩვენებს იცით რას მეუბნები ახლა შენ შენ გააკეთებ ყველაფერს ანუ იცით როგორი მომენტი არის რომ პირველ რიგში სხვათა შორის ამას უნდა გამოცდილი ქალი აი აქ არ უნდა ადამიანს ისეთი ქალი რომელიც საერთოდ აი თქვათ ახლა ბარბი არა ამას უნდა რა მე ხელს შეგიწყობ ყველანაირად დაუშვოთ ხო შენ მაგრამ ეს ელოდება იმენა ელოდება გეფიცებით რა აქაც ხმალების რაინდი აქაც უკვე ხმალების მეფე მოვიდა და პლუს კიდე ნუ ძალიან ისეთი თვითონაც ჩქარობს ეს ადამიანი პლუს კიდე როგორი მე ახლა მაინც ვეკითხები როგორი რას ეძებს ქალში აი გეუბნებით რომ ქალი უნდა იყოს გამოცდილი რა ქალმა რომელმაც უნდა იცოდეს ანუ რომ შეიძლება ცხოვრებაში სირთულეებიც იყოს ანუ ყველაფერზე ეს ზღაპრები რომ სადაც ახლა მზამზარეულოზე მოვიდა და აჰა დაჯიკი და ყველაფერი ახლა მე შენს გარშემო ვირბენ იმიტომ რომ შენ ხარ ქალი და რაღაცა სხვა სასქესო ორგანოები გაქვს მაგის გამო არა
ანუ ამასაც უნდა რომ ქალმა იცოდეს ცხოვრება, იცოდეს თუნდაც ფულის ფასი, იცოდეს შრომის ფასი. აქ ესეთი ტიპაჟია რა. და აქ ისეთი რომ თქვათ გაითვალისწინოს ჩემი აზრებიც დაუშვოთ, ხო? პლუს კიდე როგორც გითხარით რა. ანუ აი ესეთი რომ აი უყვარდეს თქვათ უცბად სადმე წასვლა, წამოსვლა, ნუ აი ეგეთი რა, ერთად დასვენება, აი ეგეთი ტიპია რა. ნუ ამავე დროს, ეხლა რა თქმა უნდა, ეხლა ეძებს რომ აი მხიარულიც იყოს, მეგობრებიც უყვარდეს, დასვენებაც უყვარდეს, გადაადგილებაც უყვარდეს და საერთოდ აი ამავე დროს ნახეთ, აი ხო გითხარით, იმიტომ იყო ეს ქალური ენერგია რო გქონდეს ძალიან ისეთ და თუ მისტიკური ხარ და თუ დაუშვთ რამე გაქვს ახლა აი ესეთი, ნუ, კარგი ინტუიცია და ან თუ ეზოტერიკა გიყვარს, აი ეგეთი რაღაცები ამას მოსწონს ეთყობა და პლუს კიდე ის რა ქვია აქ ხო გითხარით, ეგრევე პრინციპში მაჩვენეს, ეხლა ბედის ბორბალი იმას ნიშნავს კიდე, როგორც გითხარით, რომ წეგან სიტყვა ვერ ვიპოვე, რომ ცვალებადი ხასიათი რო გქონდეს, მიხვდეთ, რომ არ უნდა რომ იყოს, თქვა, საჭირო როცა არის, უნდა იყოს, თქვა, ეხლა, ანუ მხიარულიც და უყვარდეს, თქვა, კეიფი, უყვარდეს სადმე წასვლა და თუ საჭირო არის დასვენებაც, თქვა, თუ არის, რომ ნერვებიც არ მომიშალოს, თქვა და გალებმა ვიცით ხოლმე, ხო, ჩვენ ახლა ტვინის ჭამა, რომ აი ეგეთი რო იყოს რა. ნუ აი მაინც ახლა თან ახლა რომ მაჩვენა ახლა ეს ბედის მაინც ბედის საბედო ქალს ელოდება. რას მოიტანს ის შენს ცხოვრებაში, აიბა ვნახოთ. რას მოიტანს? так, რას მოიტანს და სხვათა შორის და მოიტანს იმ დასრულებას შენი რთული პერიოდის. ნახეთ, აი აქ ხო მაჩვენა მაგან რომ ძალიან კარგი ერთგული ადამიანი არის. აი თითქოს როგორ არის, იცით, აქაც ახლა იყო 10-იანი იმისი რა ქვია, ქვერთხების, როცა მაჩვენა რომ კი უნდა გქონდეს ეს გამოცდილება, ხო, მაგრამ ანუ უბრალოდ უნდა გქონდეს, უნდა იცოდეს, რომ აქ არაფერი ცხოვრებაში ისე თქვათ, ნუ შეიძლება, მოდეთ ასე თქვათ, არ არის სწორი ფორმულირება. კი, მოდის ყველაფერი, რაც შენ გინდა მსუბუქად, ხო, მსუბუქად არა, მაგრამ შრომა ჭირდება, მოდით ასე რომ თქვათ, ხო, აი ასე, ცოტა გავირიუნეს რა. ანუ შრომა მაინც ჭირდება, ისე არაფერი არ მოვა, კი, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, ეხლა თქვათ, მედიტაცია, ვიზუალიზაცია, რაღაცა, ყველაფერი, კი, მოვიზიდავთ, მაგრამ მოვიზიდავთ რა? ხერხს, რითიც შეგვიძლია ჩვენ რომ რაღაცას მივაქციოთ, მივაღწიოთ, ხო? ამიტომ არის აქ ეგეთი მომენტი, რომ ეს უნდა მაგასაც რომ იცოდე, მაგრამ ეს მოგიტანს იმას, რომ შეგიმსუბუქებს, აი ეს რა თქმა უნდა, მოდის შენ. შეგიმსუბუქებს ცხოვრებას, რას შემოიტანს შენ ცხოვრებაში, აბა მომითხარით, ახლა აქ უფრო რას გულისხმობთ? ხო. ანუ აჰა, всё. ესე გემოიცადე, ეს კი რო იყავი და ახლა რაღაც ისტორიას მიყვება. გეტყვით ეხლავე, რას всё. ნუ აი რას გითხარით პრინციპში, შენ რო გქონდა რაღაცა მომენტები, რომ შენ თვითონ ბრძოლობდი, შენ თვითონ, ანუ აქ სირთულეები წავა თქვენი ცხოვრებიდან, იმიტომ რომ ეს მაჩვენებს რას, ეხლა მეტარო, რომ შენ რასაც შრომობდი, რასაც აი ეს ყველაფერი შენ პასუხს რო აგებდი, ყველაფერი სულ შენ რო ფიქრობდი, როგორ რანაირად უნდა სულ ფიქრებში რო იყავი ამ ცხოვრებაში, როგორ გადავლახო ეს, როგორ ვქნა ესე და უძილო ხამეები და შეიძლება, ნუ, კაროჩე, მთელი თქვენი ნერვიულობა წავა. აქედან. აი და კი ბატონო, აი კი, ეს არის ადამიანი, რომელიც გიგზავნის თქვენი საგვარეულო, თანჩქარ აგერ არის ხმალების რაინდი, ესე იგი ეს ადამიანი, ანუ ესე იგი თქვენმა საგვარეულო, აი გადაწყვეტილება მიიღო, სასწრაფო გადაწყვეტილება აქ არის მიღებული, რომ ამ ქალს უნდა ვუშველოთ ჩვენ, ამ ქალის ცხოვრება უნდა შევცვალოთ, უკვე იმიტომ რომ всё საკმარისია ამისი ამდენი წამება, ამდენი რაღაცები,
მორჩა, უკვე всё, იმპერატრიცა გახდა, რა თქმა უნდა, უკვე ქალმა შექმნა თავისი თავი, ამიტომ უკვე დროა გაიღვიძოს უკვე, აი, კი, თქვენ ეს გეკუთვნით, ეს ადამიანი, ანუ ეს არის გამოგზავნილი უეჭველი, აი, თავიდან ვფიქრობდი მეც კი, რომ დავარქვა გაშლა, ანუ ადამიანი, რომელსაც გიგზავნის, თქვათ, აი, ბედით რა, გამოგზავნილი და ზუსტად ნახეთ, როგორ ესე რა ქვია, მაჩვენა კიდევაც ტარომ, რომ სირთულეები თქვენი წავა, всё. არის თუ არა მზად სერიოზული ურთიერთობისთვის, არის თუ არის ეს ადამიანი ისთვის, იცით, სუფთა სიყვარულისთვის არის ეს ადამიანი მზად. თუ აქტუალური არის და თქვენ გინდათ შვილისთვის, არის მზად ეს ადამიანი რა. არის თუ არა სერიოზულზე, აი ჯერ აქ ვერ ვეტყვი, მაგრამ აბა მოდეთ რა ეხლა შენ ეხლა აქ რეებს მანახებდი, ეხლა რას მაჩვენებ? აქ რას გულისხმობ კიდე შენ? სერიოზული. აჰა, всё, გასაგებია. გოგოებო, ეხლა ჩვენ ეხლა ვუახლოვდებით იმას, რა ქვია. შემდეგი იქნება მისი წარსული და ეთყობა აქ რას მაჩვენებს, იცით? ჯერ მე მინდა რომ ქალმა მაჩუქოს მე ნამდვილი თავისი გულრწყველი სიყვარული, იმიტომ რომ აქ მე ვფიქრობ ეს მოტყუებული ხომ არ იყო. და მე მოიცადეთ. კი ბატონო, ესე იყავი შენ. მქონდა მაგას ურთიერთობა, სხვათა შორის ისეთი ურთიერთობა, რომელიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ისეთი იყო. მქონდა. და ეხლა всё, გასაგებია. ანუ, ესე იგი ნახეთ რა ხდება. ამას მქონდა ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ისეთი აი რომ ყველაფერი, ანუ აქ ხო გითხარით, გამცემი ადამიანი არის და შეხედეთ ეხლა აი იმიტომ არის აი აქ რომ შეხედავთ ამას, შეიძლება თქვენ ეს ადამიანი ხარ თუ გევნახავ კიდე გვაქვს ჩვენ ახლა როგორ მიხვდები და ასე შემდეგ, მაგრამ უკვე ეხლა აი ამ კარტით ვეტყოდი რომ თქვენ როცა ამ ადამიანს რო შეხვდებით და რო თქვით რომ ცოტა რაღაცნაირი ისეთი უხეშია და რაღაც შეიძლება როგორც ზღარბი რა, მაგრამ იმიტომ რომ თავიდან არაჩვენებს თავის სახეს ეგა. რატომ? იმიტომ რომ თან გადაყოლილი იყო ეს აქ ურთიერთობაში თქვენ არ გეგონოთ რომ არ არიან ესეთი მამაკაცები, რომელიც თქვათ არ არიან თან გადაყოლილები. არიან და ძალიან ბევრი მე ვიცი. აი ძალიან ბევრი, ძალიან კარგი ადამიანები, ძალიან კარგი მამაკაცები მართლა და მე ბევრჯერ მითქვია რომ მამაკაცები კიდე უფრო მეტად განიცდიან აი ასეთ ყველაფერს, იმიტომ რომ ვიდრე ქალები, იმიტომ რომ ქალებს ჩვენ შეგვიძლია წავედით ვიტიროთ რაღაცა და ქალს მოუყოთ, აგერ გაშლა უყუროთ, ბიჭები ყველა არ არიან ეგრე. და ბიჭები უფრო იკლავენ გულში. ამიტომ მე ვერ ვიტყვი, ვერასოდეს ვერ დავითანხმები იმას, რომ ყველა კაცი ერთნაირია. ყველა კაცი არის იმ შემთხვევაში ერთნაირი შენთვის, თუ შენ ურთიერთობაში ვერაფერს ვერ სწავლობ, ყოველთვის ამტყუნებ მხოლოდ პარტნიორს და მე ბევრჯერ მითქვია, რომ პარტნიორი თუ მოდის და გიშუქებს შენ რაღაცას უარყოფის, რაც შენ არ მოგწონს, ესე იგი ამაზე უნდა იმუშაო. შენ თუ იძახ ეს ღამაკლია თვითონ შეიცვალოს, მე მაგარი გოგო ვარ, კი ხარ მაგარი, მაგრამ მასეთი მიდგომით ყველა კაცი იქნება ერთნაირი. დამიჯერეთ, არაფერი არ შეიძლება მაგ კაცებში, იმიტომ რომ სული მოვიდა იმისთვის, რომ გაიაროს რაღაცა თავისი გაკვეთილები, თავისი ამოცანები, შენ ეწინააღმდეგები ამ ყველაფერს, ხო? და ამიტომ იმას დაშორდები, შეხვდება, შეიძლება უფრო ტკბილად შემოვა პარტნიორი შენ ცხოვრებაში, მაგრამ უარეს გააკეთებს და ეს დააკვირდეთ, ისაც გქონდათ უკვე რამდენიმე ურთიერთობა და როცა თქვენ იძახეთ, რომ ყველა კაცი ერთნაირია და გაანალიზეთ, რომ აი ამ ბიჭებს ახლა სიტყვაზე ამ კაცებს რა პრეტენზია გქონდათ ყველას ჩემს მიმართ. აი რა პრეტენზია, მე რა არ მომეწონა და რის გამო დავშორდი.
და აი ეს იქნება ის თემა, რაზეც უნდა იმუშაოთ და უფრო ღრმად, რა თქმა უნდა, მატრიცა ჩვენ გვეტყვის, თქვენი ბედის მატრიცა, სადაც იქ უკვე იმენა თეთრზე შავად წერია. შენი სულ ყველა ისინი მინუსები, რაზეც უნდა იმუშაო და რატომ მოდიან ეს პარტნიორები. მაგრამ აი ამ ადამიანს აქ ქონდა ისეთი მომენტი, რომ ეს ადამიანი იყო თან გადაყოლილი, თან ძალიან შეიძლება ძლიერად უყვარდა, თან მე არ გამოვრიცხავ, როგორი ტიპია, იცით, რა არიან ეგეთი ბიჭები, რომ თქვათ, ქალი რო უყვარს, აი თან გადაყოლილი არის თავის, თქვათ, მაგის დაქალებზეც, მაგის ახლობლებზეც. არიან, მე ვიცი ძალიან ბევრი ეგეთი ბიჭებიც და აი რო ძალიან რო და მე გული წყდებით რომ რაღაცა მოხდა აქ ისეთი რომ დაშორდა. ამიტომ ნახეთ, ეს კი მე კი ვეძებ ნამდვილ იმპერატრიცა გამოვიდა მესამე იმპერატრიცა და ანუ ესე იგი ეს რას ნიშნავს რომ უკვე კაცი ეძებს ნამდვილ სიყვარულს, როგორც ქალები, ჩვენ ახლა ისინი ადამიანები არიან, ხო? როგორც ქალი ეძებს ნამდვილ, თქვათ ახლა ეს ნამდვილ სიყვარულს, ნამდვილ მამაკაც, ნამდვილ თქვათ, ჩვენთვის, მოდით ასე თქვათ, ახლა შეხედეთ, შეიძლება თქვენთვის ვიღაცა თქვათ, თქვენ გაქვთ რაღაცა პიროვნებაში ისეთი თვისებები, რომელზეც თქვენ აი ჩემთვის, აი ეს არის ნამდვილი მამაკაცი. შეიძლება თქვენი დაქალი შეგესპორება და გეტყვის რა სისულელეა, რა სამბობ. აი ესეთი რო იყოს, აი ეს არის. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი გაქვთ პარამეტრები, იმას თავისი პარამეტრები, ხო? ამიტომ მე აქ გელაპარაკებთ უფრო ენერგიებით, ხო, მიმეხვდეთ. ხო და ეს ადამიანიც ეძებს ისეთ ადამიანს, ისეთ ქალს, ვინც აჩუქებს სიყვარულს, მიხვდით? იმიტომ რომ მე მოგცემ ყველაფერს აბსოლუტურად, მაგრამ თავიდან არ გაჩვენებ, მე ერთგულიც ვიქნები შენი, ხო, მაგრამ მე ყველაფერს მე პასუხისმგებლობასაც ავიღებ, მაგრამ შენ უნდა მაჩვენო მე ნამდვილი სიყვარული. ანუ სუფთა სიყვარულით უნდა მოდიო და არა ეძებო ჩემში თქვათ ფული მარტო და ის რომ ჩემი კრედიტები დახუროს და ბრილიანტები და მანქანები და სახლები მიყიდოს. მიხვდეთ, ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ იმ ქალს გაუკეთებს ყველაფერს, ვინც ანახებს ამას ნამდვილ სუფთა სიყვარულს. დამიჯერეთ. ეს ასე არის რა. აქ უკვე ახლა არ არის ის მომენტები, რომ როცა იყო, რომ ოღონდ იყავი როგორც თოჯინა ლამაზი და ყველაფერი შენთვის რო გაგიყვანო. არა, ახლა შეიცვალა დრო, ახლა კაცები ეძებენ სხვათა შორის ერთგულებაზე ჭკვიან ქალებს. იცოდეთ ეგა. იმიტომ რომ უკვე შეიცვალა ეგ პერიოდები რა. და არსებობენ გოგოება, არ უნდა მესპორებით, ახლა ვიღაცები აი აქ დაფრენავენ. ნუ მესპორებით, არიან ეგეთი ბიჭები, უბრალოდ თქვენ მაგათ ვერ ხედავთ. და რო დაინახოთ, იმასაც ჭირდება რაღაცები. Так, всё, შემდეგი. ეს ვკითხეთ, სიყვარულზე ვკითხეთ. всё, სიყვარულზე ვკითხეთ. ანუ, გაქვთ თუ არა თქვენ რამე კარმული ან ესეთ რამე თქვათ სულიერი კავშირები? კი, უეჭველი გაქვთ? კი ბატონო. როგორივე არ დავიწყებ ახლა გოგოება, არ გეწყინოთ, ეს ყველას თავისი. კი, იმიტომ რომ იყო, შეიძლება თქვენ წინა ცხოვრებაში გქონდათ შეხვედრა, მაგრამ რაღაცა დაკარგეთ. ანუ აქ ახლა ვალი გაქვთ. ერთმანეთის ვალი გაქვთ. აღარ დავიწყებ აქ ჩაღრმავება, იმიტომ რომ არ მეყვარს ახლა მე რაც უფრო მეც მუშაობ მატრიცასთან, უფრო მეც ახლა ვიცი რომ ყველას თავისი აქვს. კი, არის ზოგადი, მაგრამ არ მინდა რომ თქვა დაუშვოთ შეიძლება ადამიანს სულაც არ აქვს ეს პროგრამა და დაუშვოთ ახლა დაუწყო რომ აი შენ ეს უნდა დაამუშო. არა. ეს ყველას ინდივიდუალური, ვისაც უნდა ის კენახულობს თავის იმას და ვისაც არ უნდა უბრალოდ იცოდეთ რომ არის. всё. რაღაცა ვალები გაქვთ. так, შემდეგი. იცნობ თუ არა თქვენ ამ მამაკაც? არა მგონია. აი აქაც წეღან შევხედე იყო ყურუმი. არა მგონია, არა. ამ ადამიანს თქვენ არ იცნობთ. ეს მოდის თქვენ ცხოვრებაში, დედა. მე გეუბნები, ან ხალხა დასვენებაში იქნები თქვენ. მაგრამ ეს ადამიანი მოდის ძალიან სერიოზული თემისთვის თქვენთან, თქვენ ვაფშე აზრზე არ ახართ. არ იცნობთ თქვენ ამ ადამიანს, და სადღაც შეიძლება წვეულებაზე გაიცნობთ, შეიძლება ანუ
ამ ადამიანს ახლა მანახეს, რომ ისე რა ქვია, კი, სიყვარულში ძალიან დიდი ტრავმა მაქვს მიღებული. არ იცნობთ ამ ადამიანს, იმიტომ რომ ეს ადამიანი არის ახლა მარტო თავისთვის სადღაც და ჯერ არა. აქ შეიძლება თქვენ შორის მანძილი იყოს, ნუ ხო ვთქვით, რომ შეიძლება თქვათ, არ მახსოვს, მგონი სიგნიფიკაციაში ხო იყო, რომ საზღვარგარეთ, ან ნუ რაღაცა არა. არ იცნობ თქვენ ამას. Так. მაინც მინდა, არა, ნუ 100% არა. და აი უკვე მე რამდენად მაჩვენებენ თასების მეფს, მე რა კარგი ადამიანი იცით, აი გაგიჟდებით რა. უბრალოდ ნახეთ, თქვენ აი როგორ იცნობთ, მაგრამ უკვე პრინციპში ვიცი. კი. იცნობთ. ეხლა ნახეთ როგორი სიტუაცია, გეუბნებით, ეს ადამიანი იმის მიუხედავად, რომ შეიძლება კიდე გავიმეორებ თქვენ, რომ შეხვდებათ, შეხედავთ მაგას და იქნება ცოტა ისე უხეში. ან ნუ просто მასკასავე და იხო არის თქვა, აი დაუშვით, დაინახეთ თქვენ და შემოვიდეთ და ძალიან ისეთი რა. აქ მაინც კითხავ როგორი. აი მაინც ვერ მოვითმინე და აი ესეთი ისა მაქვს ხასიათი. რომ როგორი იქნება აქ ახლა თქვენი კარმული თემა ახალი და ბედნიერი. რაღაცა ვალი შეიძლება ამ ადამიანს თქვენი ვალი აქვს. იცით? ეს რას ნიშნავს, როცა დაუშვათ, აი ხო არის ურთიერთობა, რომ ერთი თან გადაყოლილია, მეორე არის მიმღები სიტყვაზე, ხო? ან აი აქ არის რაღაცა ისე რა ქვია, გაკვეთილი იმაში არის, რომ ეგეთი კაცი თქვენ ცხოვრებაში, აი თქვენ სივრცეშიც არ ყოფილა რა, ისეთი ბედნიერება უნდა მოგიტანოთ თქვენ. მაგას აქვს თქვენი ვალი ახლა. всё, გავჩუმდი ახლა ყველას თავისი პროგრამა აქვს, რომ არაგერიოთ. ახლა ნახეთ. და რა უნდა მეთქვა, შეხედეთ, ესე იგი ამას, ამ ადამიანს აქვს როგორი თვისება, იცით, ძალიან თბილია, ძალიან მაგარი თბილი პიროვნება, აი მაგრამ ზის და აკვირდება. პლუს კიდე ამას აქვს უდიდესი ინტუიცია, რო იცოდეთ თქვენ. ეს ადამიანი, აი ერთად-ერთი შეიძლება იცნოთ როგორ, იცით, თუ იცნობთ, შეიძლება დაუშვათ, აი მოგცემთ აი ესეთი მითითებას, რომ აი ეზოტერიკა მოსწონს მაგას დაუშვათ, ხო, იმიტომ რომ ეხლა აქ ესეთი არკანები შეიძლება თქვათ, აი ცოტა, ნუ ჭკვიანი პიროვნება ძალიან რა. ისეთი, იმიტომ რომ აქ პრინციპში პენტაკლების ენერგიაც არის ბევრი რა, მაგრამ ეს თასების, აი შეიძლება ლექტორი იყოს ვიღაცა, შეიძლება თქვენ დაუშვათ ვინმე, ეს არ გამოვრიცხავ იმას, რომ შეიძლება, ნუ ან სადმე უყურებთ ვინმეს? ნუ ახლა ეგ როგორ გითხრათ? ნუ მოდით ასე გავჩერდეთ ჩვენ, რომ არის ადამიანი, ამას ახლა ეზოტერიკა უეჭველი აინტერესებს, პლუს კიდე ამ ადამიანს აინტერესებს ძალიან ქალის ფსიქოლოგია. ანუ ეს ადამიანი როგორი ტიპი არის, იცით, რომ ამას აინტერესებს, მაგარი ინტუიცია აქვს სხვათა შორის, ამას ძალიან მაგარი ინტუიცია არის, მაგრამ ეხლა არის, აი გეუბნებით მარტო არის, მაგრამ სიყვარული უნდა, მაგრამ ეშინია. ამ ადამიანს ეშინია სიყვარულის. როგორ მიხვდები, აი გული გიკარნახებს. აი თითქოს ვიცანი, აი მექსიანი თასების ჩემთვის არის ყოველთვის აი ეს ენერგია ვიცანი. კიდე ვიღაცისთვის იქნება ეს ინფორმაცია, მაგრამ ნუ ყველასთვის არა, ვიღაცისთვის შეიძლება ეს ადამიანი იყოს ანუ თქვენი ბავშვობიდან, თქვენი თქვათ ახლა სტუდენტობის პერიოდიდან, ანუ ადამიანი, რომელთაზე თქვენ არანაირი ინფორმაცია არ გქონდათ ძალიან დიდი ხანი. მიხვდით? და ან შეიძლება თქვათ გიყვარდათ ახალგაზრდობაში და მაგრამ არაფერი არ იცით მაგაზე, ან თქვენ უყვარდეთ. ეს ყველასთვის არა, მაგრამ ვიღაცისთვის იქნება. იმიტომ რომ ამ ადამიანს ესეც არის, რომ აქვს რაღაცა თავისი წარმოდგენილი იდეალი ქალის, გაიგეთ? აი ამ იდეალსაც ეძებს ეს პიროვნება და შეიძლება ვიღაცისთვის იქნება აი ესეც.
всё, ну აი ეს როგორც ენერგია გითხარი, ყველასთვის არა, მაგრამ ვინც გაიგებს კი. და ანუ ესე იგი სად და როგორ შეიძლება მოხდეს თქვენი შეხვედრა? ну აქ ნახეთ როგორი სიტუაცია. აბა ეხლა ეს კარგად ამიხსენით ეხლა. სადან როგორ? ეხლა ნახეთ, შემიძლია ვთქვა, რომ ზოგს შეიძლება გქონდეს შეხვედრა, რაღაცა სიტუაცია მოხდება ისეთი, სადაც დაუშვათ იმიტომ რომ ახლა აქ კოშკი. აქ არის კოშკი. აქ არის კოშკი. так, არ მინდა ხა მე უარყოფით არაფერს არ ვეტყვი, იმიტომ რომ მე ვიცი თქვენ დაიწყებთ მე იმაზე ფიქრს. არ გვინდა ეგეთი რამე. მოდით ასე რომ ვთქვათ. პირველი რაც მოდის შეიძლება იმ მაშინ აი არის როგორი თემა, იცი დაუშვოთ თქვენ ახლა სიტყვაზე ვიღაცისთვის იქნება ეს მომენტი, რომ თქვენ ახლა გქონდათ რაღაცა ურთიერთობა, თქვენ ეს ურთიერთობა დაასრულეთ და ხართ რაღაცა განერვიანებული. აი იმიტომ გითხარით, შეიძლება ვიღაცას მიმართავ თქვა, დაუშვოთ ფსიქოლოგს, ექიმს არ გამოვრიცხავ თქვა, ხო? შეიძლება ზოგისთვის ეს იქნება სიტუაცია. კიდე შეიძლება თქვა მაშინ, აი ვიღახათ რა მოდის, მაშინ შეხვდებით თქვენ, როცა უკვე იტყვით, რომ всё, აღარავინ ჩემ ცხოვრებაში აღარ მოდის, არაფერი აღარ არის, აღარავისი აღარ მჯერა, უკვე აღარაფერი მე არ მინდა არანაირი, ეს არის როგორი კიდე იცით, აი როცა შენ დაუშვათ, ახლა ურთიერთობას ასრულებ და იძახე, всё მორჩა, მე არასოდეს, არავისთან, არანაირად, აი აღარ დამანახოთ არც ერთი კაცი, всё აღარ მინდა ცხოვრებაში არაფერი და აი მაგ დროს შეიძლება შემოვიდეს ეს ადამიანი სხვათა შორის, იმიტომ რომ ჩვენ ახლა იმასაც ხო ვიკითხებით, როგორი შეიძლება იყოს, ანუ როგორ შეიძლება მოხდეს ეს შეხვედრა, ხო? ხო, აი მაშინ შეიძლება როცა არ ელოდები რა, ის მაშინ შეიძლება შემოვიდეს ეს ადამიანი შენ ცხოვრებაში უფრო, აი ეგ არის რა. так, ვნახოთ ნიშნები. როგორ მიგანიშნებთ თქვენ სამყარო? მიხვდებით. აი შეხედეთ, აქაც მაგის ენერგია გამოვიდა, აქაც მაგის ენერგია, ნიშანი. მე ასეთი ადამიანი არ შემხვედრია. შეიძლება ეს ადამიანი დაიწყებს თქვა დაუშვათ, ანუ ისეთი საუბარი, ქცევა, შეიძლება ისეთი დაყვანის მცემელი, აი რა, ეგ როგორი თემა, იცით, როცა ადამიანი არ არის არც აი სათანადო პირია რაღაცნაირი, იცით? იცის როგორ უნდა მოიქცეს, იცის როგორ უნდა რა დროს რა უნდა თქვას. ანუ თქვათ, აი ისეთი საქციელი ექნება და ესეთი ქცევები, რომ თქვენ თვითონ გაგიკვირდებათ, იტყვით, რომ ასეთი ჩემ ცხოვრებაში ჯერ არ ყოფილა. აი ეს გაგიკვირდებათ, მიხვდით? მე ასეთი თუ იყო ადამიანი, მამაკაცი, აი ესეთი რაღაცა გექნებათ, იცით? даже თუ ეხლა იძახეთ რომ მე რაღა გამიკვირდება, დედი გაგიკვირდება. так, თქვენ რითი მიიზიდავთ, всё, ახლა უკვე მე მგონი გადავაჭარბე. აი თქვენი ენერგეტიკით მიიზიდავთ. თქვენ მიიზიდავთ იმით, რომ თქვენც ხარ ძალიან ისეთი გოგო საქმიანი, იმიტომ რომ ამას ხო ვთქვით, რომ ჩვენ მაგას უნდა ისეთი გოგო იყოს, რომელსაც მართლა თვითონაც რომ არის მიზანდასახული, თვითონაც რო არის ესეთი პიროვნება, რომელიც აი ზუსტად თქვენი შეიძლება ხასიათით, შეიძლება даже თქვენ შეიძლება ცოტა უხეშიც იქნებით, გაიგეთ, ამ დროს კიდე თქვენი როგორ გითხრათ, ანუ თქვენი ენერგიით, მაგრამ როგორი ენერგიით, აქ არა ხარ თქვენ, მე მაგას ვერ ვხედავ, რომ თქვენ ახლა ამას რო დაინახავთ და всё, მე ვარ შენი, გელოდებოდე მე შენ, უკვე 100 წელი მოდი ჩემო სიხარულო, შენნაირი არ შემხვედრია, всё, მე ვარ შენი, მე ვიცანი, მე გიცანი, არა.
შენ ისე მოიქცევით, პირიქით, ეხლა კი ბატონო, გულიც აგიჩუქდება და ყველაფერი და ეთქოთ რომ ღმერთო აგერ არის, ჩემ მადლობა, რომ ეს არაფერი ასეთი ადამიანი რამდენი ხანი ველოდებოდი, მაგრამ თქვენ ისე მოიქცევით, რომ ანუ ეს მოეწონება ამას რა. თქვენ არ დაიწყებთ და ეს ანუ იმის მიუხშება ამ ადამიანმა სხვათა შორის ფრთხილად იყავით, შეიძლება ამ ადამიანმა თქვენ განახებთ რას. ანუ აი ზოგი ბიჭი სხვათა შორის მე ვიცი ახლა ვისაც ფულები აქვს, აი ეგრე ამოწმებენ რა. რომ აი დაუშვათ ძვირფასი რაღაცა თქვა რესტორანში დაგპატიჟებს, სიტყვაზე გეუბნებით, ან შეიძლება და საჩუქარი, ან დაიგული რაღაცა, ანუ რაღაცით უნდა გაგაკვიროს ამ ტიპმა რა. რაღაცა გაგიკვირდებათ რა. და ანუ ისეთ ჟესტს გააკეთებს ძალიან ისეთს, რომელიც აი ნებისმიერი ქალი რომ ეგრევე წამოვა და დადნება, მაგრამ თქვენ აი ზუსტად იმით მაგას მიიზიდავთ, რომ თქვენ მაგას არ აყვებით. გაიგეთ? მიიღებ ჩვეულებრივად, თუნდაც ხო გეუბნებით ცხოვრებაში პირველად მოხდა თქვათ, მაგრამ თქვენ იმ დონეთ, ანუ ისე სათანადოდ მიიღებთ ამ ყველაფერს, რომ ამას გაუკვირდებათ. იცით რომ აი ძალიან ასეთი რამე როგორ შეიძლება, მიხვდით? და ყველაზე ძალიან შენი თვისებები რაა? ანუ თქვენი სილამაზე, მაინც ნახეთ, ანუ რითი მიიზიდავთ, აი მიუცდომელი, აი მოვიდა, აი ხო ვლაპარაკობდამდე, ულამაზესი, ანუ უკარგესი, უმშვენიერი, აქ ვარსკვლავის ენერგიას გეუბნები. ანუ ყველაფერი რაც არის, აი თქვენში, ანუ ეგრევე მოეწონებით, მაგრამ მიუცდომელი. ჩვენ ხო ვიკითხებით ახლა, შენ ახლა რეათვისებით, უფრო განსაკუთრებით შენ მაგას მოიწონე. აი იმით რომ მიუცდომელია, ულამაზესია. ქალი, რომელიცაც უნდა იბრძოლოს კაცმა, რომელიც უნდა მოიპოვოს, მიხვდეთ? მისი ანუ თან ახლა ესეთი ენერგია მოდის, 7 ძალიან. ანუ ძალიან აქ იმპერატრიცა ხო ეძებდა, მაგრამ იმპერატრიცა კი არა, ვარსკვლავი. თუ დაუშვათ, ნუ ახლა აქ სხვათა შორის კიდე შეიძლება გოგოებო ნახეთ კიდე ან ეს ადამიანი ნახავს თუ ხართ გაუშვათ სურათი თქვენი მოეწონებათ, შეიძლება თქვენ რითი შეიძლება კიდე დაგენახოს, ანუ თქვენი სურათებით ეს შეიძლება იყოს, თქვა თუ ხართ ცნობილი პიროვნება სიტყვაზე, ну სადღაც დაგენახავს, თქვა შეიძლება YouTube-ზე დაგენახოს, TikTok-ზე დაგენახოს, Instagram-ში, შეიძლება თუ მსახიობი ხართ, ახლა მოვა თქვა თქვენთან თეატრში დაგენახავს, ან თუ მომღერალი ხარ, ანუ რაღაც სადღაც, აი ესეც ხოთა შორის ძალიან მაგას დააფასებს ეს ადამიანი, რომ მოეწონება, რომ აი მაგეთაც მოიზიდავთ მაგის ყურადღებას, მაგრამ აქ ძალიან თავს დაიფასებთ. ნუ ახლა პრინციპში 10-იანი პენტაკლების მეტი რა გითხრათ, როგორ ეს ურთიერთობა იქნება, უბრალოდ მე ეს შიგნეულობა ახლა დანარკიდე მქონდა, აქ ბევრი კითხვა აღარ მინდა, რომ საერთოდ პერსპექტივაში აქ შეიძლება სერიოზული, მოდით ასე ვთქვათ, სულ მცირე სერიოზული ურთიერთობამდე მიხვალთ. ეხლა იქ სირთულეები და გაკვეთილები და ეს ყველაფერი მერე გავაკეთოთ, ხო? მაგრამ აი ხა გითხრათ, რომ აი აქ მიხვალ თქვენ ძალიან სერიოზულ ურთიერთობაში. იქნებით. ზოგი მივა უშუალოდ ოჯახამდეც. აი ესეთი გაშლა იყო. გელოდებით კითხვები ხო დაგისვით, ისეც მომწერეთ, ახლა გინდა თუ არა რომ მოკლე გავაკეთო, აი ცალკე არხე მინდა გავაკეთო, რომ მარტო აი ეს 5 მაქსიმუმ 10 წუთიანი გაშლები რო იყოს, აი ესეთი გავაკეთო და თქვენთვის დაწერეთ და ეს გაშლაც ახლა თუ მოგეწონა ძალიან გთხოვთ რომ რამე ან ლაიკი ან სმაილი კიდე რომ გრძელი გამოვიდა რომ მე მინდა რომ ბევრმა გოგომ ნახოს რა, ну ან ბიჭმა რა ვიცი რა ბიჭებმაც იცნეს თავის სიტუაციები აქედან მე ვიცი რომ ბიჭებიც გიყურებენ და რომ ბევრმა ნახოს და თქვენ ახლა ხო იცით YouTube-ი როგორც მუშაობს ახლა და გამოიწერეთ რომ არ დამკარგოთ, იმიტომ რომ ახლა მე რო გადავალ კიდე სხვა იმაში სხვა YouTube-ებზე რომ მე თქვენთან მოვიდეს ყოველთვის დროულად ვიდეო, ვიცი რომ ბევრი მელოდება ძალიან მეც მიყვარხარ ძალიან და მადლობა რომ ისევ და ისევ ჩემთან